გასულ წელთან შედარებით ტექ ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებლების მიმართვიანობა 15%-ით გაიზარდა, თუმცა გაუმჯობესებული მაჩვენებლების მიუხედავად სექტორი კვლავ არაერთი პრობლემის წინაშე დგას. რაც ასახელებენ ძირითად გამოწვევად ბიზნესის წარმომადგენლები და რამ გაზარდა ტექ ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა აქტივობა, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ტექ ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გაუმჯობესების შესახებ სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელი საუბრობს. მათი განმარტებით მომხმარებელთა მხრიდან აქტივობა რეფორმის აღსრულების პროცესის გამკაცრებამ გაზარდა. ტექ ინსპექტირების ცენტრებში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია გზებზე მონიტორინგიც, პროცესში აქტიურადაა ჩართული ჭკვიანი კამერებიც, ამის ფონზე კი ბიზნესში ვითარება შედარებით გაჯანსაღებულია. ამასთან თანდათან შემცირდა ისეთი მძღოლების რაოდენობაც, რომლებიც ტექ ინსპექტირების პროცესის გავლის მიზნით სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავდნენ ხოლმე, როგორც იცით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მონიტორინგი თავად ინსპექტირების ცენტრებზეც ხორციელდება, პროცესში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა ჩართული, სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შედეგად ინსპექტირების ხარისხი გაუმჯობესებულია მათივე შეფასებით, რომ არა მიმართვიანობის ზრდა, ინსპექტირების ცენტრების ნაწილი შესაძლოა დახურულიყო კიდეც. ტექ ინსპექტირების ცენტრებზე მონიტორინგი სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებიც ამ შემთხვევაში არიან გარკვეულწილად მუშაობის რეჟიმში, მათ შორის ბიზნეს სექტორიც, ინსპექტირების ცენტრები და ხორციელდება გარკვეული ადმინისტრაციული სანქციებიც, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ შესაძლოა ამ მიმართულებას დახვეწა დასჭირდეს და ამჟამად მოლაპარაკებები და შეხვედრები, მაგალითად იგივე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან მიმდინარეობს, რომ ეს მთლიანად ეს პროცესი გახდეს უფრო სრულყოფილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაზრდილი მომართვიანობა, როგორც აღნიშნეთ, საშუალოდ 15%-ია შარშანდელ იგივე პერიოდთან შედარებით. დახარვეზების მაჩვენებლებს რაც შეეხება დაახლოებით იგივეა, რაც იყო შარშან, სადღაც 20-დან 25%-მდე მერყეობს პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზების მაჩვენებელი და ზოგადად პროცესი ასე ვთქვათ მიმდინარეობს იმაზე უკეთ, ვიდრე ვთქვათ ეს იყო შარშან, რადგანაც ისე როგორც აღნიშნე, აღსრულების საკითხი არის უფრო მეტად გამკაცრებული. ტექ ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მწვავედ დგას ინსპექტირების საფასურის გადახედვის საკითხი. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექ ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან უკვე თითქმის 8 წელი გავიდა, ტექ ინსპექტირების ღირებულება უცვლელია. მათივე ინფორმაციით, დაბალი შემოსავლების პირობებში ბიზნესს უჭირს ტექნიკური გადაიარაღება და ინსპექტორების ხელფასების ზრდაც. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში სექტორი კვალიფიციური ინსპექტორების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს. კადრების გადინების მაჩვენებელი კი თითქმის 50%-ს აჭარბებს. ნებისმიერი სახის მომსახურებას, რაც არის დაკავშირებული ავტომობილის ფლობასთან, რამოდენიმეჯერაც კი არის ზოგიერთი სახის გადასახადი გაზრდილი, ანუ ზოგ შემთხვევაში 200, ზოგ შემთხვევაში 400% არის მომატებული ნებისმიერი სახის ასე ვთქვათ, ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული გადასახადები და ვფიქრობ, თუ გადახედილი იქნება პირველად ტექ ინსპექტირების საფასური, ძალიან დაეხმარება სექტორს, რომ ასე ვთქვათ, კომპეტენტურად გააგრძელოს საქმიანობა, კომპეტენტური თანამშრომლების მეშვეობით. საჭიროა გარკვეული სიახლეები, ეს სიახლეები უკავშირდება იმას, რომ თავად ინსპექტირების ცენტრებს სჭირდებათ უკვე განახლება და ყველაზე მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური ინსპექტორების შენარჩუნება სექტორში, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდოს ხელფასი ინსპექტორებისათვის და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში არის ინსპექტირების საფასურთან, რომელიც რეფორმის დაწყების დღიდან დღემდე არის უცვლელი და ის შემოსავალი, რაც დღეს ინსპექტირების ცენტრებს აქვთ, იმ საფასურის მიხედვით ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დადგა ინსპექტირების ცენტრების წინაშე. მე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ინსპექტირების საფასური მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 60, სატვირთო ავტომობილის შემთხვევაში კი 100 ლარია. ცნობისთვის ტექ ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.